ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი რვეული გამოვიდა 1995 წლის ნოემბერში. მისი პრეზენტაცია გაიმართა კავკასიურ სახლში. ბატონები ნიკო ყიასაშვილი, სერგო ჯორდენად, გრისმა გორდეზიანი, ზურაბ კიკნად, ახუშტი ქოტეტიშვილი, ქალბატონ ნაირა გელაშვილი და სხვები მიესალმნენ ლექსიკონის გამოცემის დაწყებას და მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს იქ. განვლილი მთელი თადნახევრის მანძილზე გამოვიდა ლექსიკონის 5 რვეული, მთელი სამუშაოს 1/3. ესე იგი 50,000-ზე მეტი სიტყვა. 200 წელი ალბათ დაახურეს მაინც იქნება. ინგლისური ფილოლოგის კათედრა რა მუშაობს ამ ლექსიკონზე და მაინც ეს ორგანიზაციული საქმე არ იყო დღემდე მოგვარებული. და გაჩნდა ასეთი პიროვნება, როგორც გახლავს თინა მარგალიტაძე, რომელიც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ მას რაინდი ამ საქმისა. მას მხარში უდგას შესანიშნავი კოლექტივი. ეს სიტყვა ცოტა გასათიგარი შეიძლება დღეს, მაგრამ რეალობას ასახავს. და უწინდერის ყოვლისა უნდა დავაცაკლოთ ბატონი არიანე ჭანდურია. ეს ცოცხალი და მოსიარულე ენციკლოპედია. მისი ღვაწლი განუზომედი არის. შენ გქონდა ლექსიკონი და ბრენსაც არ გვაქვს. დასაწყისში ერთადერთი ლექსიკონი, რომელიც არსებობდა ქართულისათვის, ეს იყო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი პირველი ავტორი. tedy პირველი მეცხალე ამ დარგში ქართველებისთვის იყო ბატონი ისიდორე გვარჯელაძე, აწპარდაჩვილი და მისი ამაგის დავიწყდა რეფონდა არ იქნებოდა მარკალე და მიზანშეწონი. მეორე ლექსიკონი გამოვიდა კიდევ ეხლა გამოვიდა ისიც ბატონ ჯუანშენ ჩებლიშვილის მიერ შესრულებული ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, საკმაოდ კარგი ლექსიკონი. ეს უფრო მეტ ასე ვთქვათ მიზნებს ისახავს, ვიდრე ისახავდა ბატონ ისიდორე გვარჯელაძის ლექსიკონი, მაგრამ აი ამ ლექსიკონთან მიმართებაში, რომელსაც ეხლა აკეთებს ბატონ მარიანესა და კომტორკინას განზომელობით უნივერსიტეტი მეტად პარკ საქმეს, ერისათვის მეტად პარკ საქმეს, ესეთი რა თქმა უნდა დერ შეედრება და კონკურენციასაც ვერ გაუწევს. მე ამას ამორჩილი პასუხის მგებნო. ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომის პრეზენტაციაზე აკადემიკოსმა რისმა გორდეზიანმა განაცხადა: თუ ჩვენ უახლოეს 15 წელიწადში ყველა ძირითად ენათან მიმართებაში არ გამოვესით ორენოვანი ლექსიკონები, ქართული საზოგადოების განათლებულობის დონე ძალიან დაკლებდება. ევროპულ-ქართული ორენოვანი ლექსიკონების ნაკლებობა ნაწილობრივ ამგვარი ლექსიკონების შედგენის ლექსიკოგრაფიული პრინციპების არარსებობითაც არის განპირობებული. დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის უკვე გამოცემულმა ტომებმა სპეციალისტებისა და ინგლისური ენით დაინტერესებული მოქალაქეების კარგი შეფასება დაიმსახურა. განთვითრებული ვარ შესრულებული სამუშაოს დონითა და მოცულობით. წერს სარედაქციო კოლეგია ინგლისელი ქართველოლოგი პატრიკ კილარი, ლონდონის უნივერსიტეტში ყოველწლიური ქართველოლოგიური კონფერენციის ორგანიზატორი. ნებისმიერმა კვალიფიციურმა ლინგვისტმა, ლექსიკოგრაფმა იცის, რომ როდესაც ის ორენოვან ლექსიკონს ადგენს, მაშინ რა თქმა უნდა ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოიფარგლება სხვა ენის ორენოვანი ლექსიკონის თარგმნით. ეს იმიტომ, რომ საერთოდ ორი ორენოვანი ლექსიკონის შედგენის დროს საერთოდ ძნელია მოიძებნოს ისეთი სიტყვა, რომლის სემანტიკური სტრუქტურა, თქვათ უпроსწორედ, ერთი ენის სემანტიკური სტრუქტურა აბსოლუტურად დაემთხვევა მეორე ენი თითქოს იმავე იდენტური სიტყვის სემანტიკურ სტრუქტურას. ეს არის ენობრივი ნორმა, ანუ კანონზომიერება. უცხოენისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა და საჭიროა ასეთი ორენოვანი ლექსიკონების შედგენის დროს სწორედ განმარტებითი ლექსიკონის ხმარდა. რატო? იმიტომ რომ განმარტებითი ლექსიკონში არის აღმოსნული მრავალწლიანი გამოცდილება ენობრივი კოლექტივისა, აქ რეგისტრირებულია სწორედ ისეთი სიტყვები, რომელიც უკვე გახდა მეტნაკლებად ენობრივი ფაქტი და არ წარმოადგენს შემთხვევითობას. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ლექსიკონის შემდგენლების სასიკადულოდ და სწორედ მე მიმაჩნია, რომ მათი ეს ძალიან დიდი ღირსებაა, რომ მათ ამ ლექსიკონის შედგენის დროს გამოიყენეს უამრავი ასეთი განმარტებითი ლექსიკონი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სრულყოფილად გამოცემის შემთხვევაში გაკეთდება მართლაც და საშვილიშვილოსად. ხელთ გვექნება წიგნი, რომლის დახმარებითაც არაერთი მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს ინგლისურ ენას და მისი მეშვეობით ეზიაროთ მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარს. სამთ აგრეთვე, რომ ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში სახეზე გვექნება თავისებური ძეგლი ქართული ენის, რომლის მიხედვითაც შთამომავლობა ჩვენს კულტურულ და ინტელექტუალურ დონეზე შეიქმნის წარმოდგენას.